დღე-დაღამე მსოფლიოზე აქ არის და რამხელა ის გადავაგორეთ ეტაპი, რასაც ქვია მე-16 ფინალები ჯანელ. შენ არიყავი ეგვიპტეზე რომ იცინოდი. მე ვიყავი ეგვიპტეზე რომ ვიცინოდი, მაგრამ მე ვიყავი ეგვიპტეს დიდგან რომ ბალაშიკავდი, გულშემატკივრობდი. რაღა დაგჭა ეხა ნიდერლანდები აღარ არის და კაი, აღარ გინდა ეს გერმანიაც აღარ არის. ხაზგასმები აღარ არა, გინდა. მე გთავაზობ ერთად დაუდგეთ გვერდში. ეგრე კი ბატონო, კი ბატონო. რატომაც არა. მაგრამ მივყვეთ მოდი. ეს იყო ისეთი ტური, სადაც იყო ემოციები, წრემლები, სიხარულები, სისხლი. კი, მასპინძელი რო სტუმრად თამაშობდა. ხო. კი. ესეთი რამე პირველად. კაი, მივყვეთ მოდი, აბა, დავიწყოთ იმ ავად სახსენებელი თამაშებით. შენთვის და გერმანია იმით დავიწყოთ რა, პარაგვაით. კი. ამას მოყვა ერთი მე პენალტებში წააგო გერმანიამ და გადადგა მწვრთნელი. ხო. და მოდი ეხლა ამ ხელა ამბავი მოხდა საფეხბურთო და სადვეზილებით, მაგრამ მაინც თქვათ, რომ ჩვენი მოკრძალებული მოსაზრება ისევ გამართლდა. რომ უნდავი რომ ძირითადშია ვერ იგებს გერმანია. ხო, ეგ ერთი და მან სხვა პრობლემებიც იყო მან. ამ გერმანიის საერთოდ რა, ამ ჩემპიონატზე ჯერ მწვრთნელი დაპირდა ბაუმანს შენ იქნებიო ძირითადი მეკარე. ხო. შედეგად ერთი წუთიც არ მდგარა. ესე არის ხო? მე რან მეჩა. ბიჭო, იგივე დაპირდა გორეცკასაც ხოთაში. ხო. და გორეცკა ნუ გორეცკა შემო წინა ევროპაზეც დასავლეთ. ანუ მწვრთნელისკენ გაიშვირეს ხელი, რაც ადვილია. ხო. თან ახლა გაახსენდათ, რომ ფეხბურთი არ უთამაშია ამ მწვრთნელს თავის დროზე თუ. ხო? ხო, რო ნიშნავდნენ, ეგ კი არის ხო ფაქტორი. ანუ ის მოედანზე დავრელი ოფალი არა, ხო? და არც ამას და აღმოჩნდა, რომ არც შტაბში მიწავს იმათაც. ხო, თუმცა წინ არის ისინი ნაკრებები და მწვრთნელები, სადაც მწვრთნელებს დაუბრიათ ოფლი, მაგრამ ვერაფერი ვერ ისწავლეს. კი კაცო, ამ ჩემპიონატზეც ეგეთ გუნდებს ახლავე ჩამოვთვლით ცოტა ხანში. პარაგვაი ყოჩახ. კი. ის მე პირველ თამაში როგორც მაგათ დაიწყეს. წაგებით. ხო. ამერიკასთან, ხო? იმის მე ესე მერვედ ფინალში გავხვიდე, არ არის ადვილი. ბიჭო, ხო, თან ესე ადგედა გერმანია გამოაგდო. ხო, მაგრამ ვიზე გავიდნენ ეგეც ხო საქმე. კი. გავიდნენ საფრანგეთზე და საფრანგეთი არ არის ხო, უნდავი და ჰავერცი არ არიან, მბაპე და დემბელი. ხო, ისინი უფრო ნაკლებად დაგინდობენ. დაუნდობლობა გერმანელების ის კი იყო აქამდე. ხო. თვისება უფრო, მაგრამ მაინც მაგარი მიღწევა პარაგვაისთვის. კი. და არა, ოჩახ და მორიგის სირცხვილია გერმანიისთვის. კი. და ნუ ხო ამაზრზენი 11 მეტრიანები გერმანიის გერმანია ზოგმა კარგად დაარტყა. ხო, ეს ზოგმა კარგად დაარტყარი. რატო არ გიყვართ კონკრეტული სახელების და კვარების? გეტყვი ჩემ ტკივილში გეტყვი კონკრეტულ სახელებს და კვარებს. აი, ავაგზელოთ სირცხვილის თემა თუ გინდა და ნიდერლანდები, მაროკო, განსხვავებით გერმანიისგან, ნიდერლანდებს არ წაუგია იმასთან. ხოცასთან წინა მსოფლიო ჩემპიონატის ეს არის. არა, მაროკო ბევრად ძლიერია მეც ვთვლი ვიდრე პარაგვაი. და პირველი ადგილით მეორე ადგილით გასული გუნდია წაუგებლად 5. ხო, და თან ის არის, აი ობიექტურად ეხლა ნიდერლანდების გულშემატკივარი ვარ. რა თქმა უნდა, მინდა რომ მოიგოს, მოიგო.
მაგრამ ნიდერლანდები მაროკო რო დაждდა ძალიან არ მესიამონა, იმიტომ რომ დაუშვირო დიდი შანსი რომ მაროკომ გამოაქვს. ხო, თუმცა ისიც ვთქვათ პენალტებამდე მივიდნენ, ესე ხო, ესე ნღურით არა, იმ ფურცელზე ხო, პენალტებამდე მივიდნენ, მაგრამ თამაშს თუ უყურე ვაი მაგბისლას. პამპურით გაგდებული გუნდები იყვნენ ამ კი, ბევრი არ იყო, ორი იყო სულ. მაგრამ აი ნიდერლანდები მაროკოს თამაში იყო მართლა ყველაფერი დაწყებული გაკპოს გოლით და იმ ემოციური ფონით სისხლის ზღვრით და დაიღარა ის. ორივე გუნდმა დაღვარა. ვან ჰეკეს თავი გაუტეხეს და საიბარს წარბი გაუხეთქეს. და საიბარი სისხლიანი მაიკით აპირებდა თამაშს. მე შეაბრუნეს, არ შეაბრუნეს გამოიძახეს რომ გამოიცვალეო. იცვლია და მე სისხლი მოიწმინდეო. სერიოზული ამით და თავის ტირილებით და იმით. აი მანდ იყო კიდე ისა, წვნელის სიბრიყო, მე რომ მკითხო, არ ვიცი. თამაშამდე უნდა რომ 11 მეტრიანების მზადა ვართო. და ალბათ ვინც ყავს ყველაზე პირველი ვინც გახსენდება პენალტის დამტკბელად ის არ შემოიყვანა. დებაი და ვან დაიქსაც არ დაარტყმევინა. და ის შეცვლები გააკეთა რაც პირველ ტურში და მე რო თქვა რომ ხო ჩემბრალია ცუდი შეცვლები გავაკეთე. ბავშვი რომ მამას უყვება რატო წააგეთ თამაში სკოლაში. ხო, დიდებთან. ხო. რა უკრა, ბევრ რამაზე დამწყდა გული და მაგიტო. ხო, ანუ ევროპამ დაიწყო კატასტროფულად. მერე გამოასწორა. ხო, მერე მასაკნეს კი. რა გამოასწორა საფრანგეთმა, შვედეთს მოუგო და პორტუგალიამაც ისევ ევროპულს გამო. მაგრამ გერმანიამ და ნიდერლანდებმა ის კაიქნეს რომ საფრანგეთს გაუკაფეს, ცოტა გაუკაფეს გზა. და ამ თამაში კიდე რა იყო, იცი, გახსოვს, სულ თავიდან დავიწყეთ ჯგუფების გაცნობები რო ქონდა. ყველას ფორმებს რო თuliდი რომ ვის რა ფორმა აცვია. სად იჩინა თავი ამან სტატისტიკა. აბა. პუმა გამოდგა ისეთი. ყველაზე მყიფე. ხო. არ შეიძლება სხვაგანაც იყო და მე გამოვუტავე, იმიტომ რომ თავს ვერ დავდებ ყველა თამაში ნახე. არ არის? არა, ისა შემოეხა იმას. ის ყიფე არ ქვია მაგას. ყიფე კი არის? ყიფე. არ მინდა ფინაჩობა მეთქვა. ყიფე მყარ რაღაცა მაჭერზე არა. არა, ყიფეა. ხო, არა. ხო. ნუ ყიფე, ამ შემთხვევაში მალე ხევადი. მაროკოს შემოახიეს მაისური. მაროკოს ფეხბურთელს. აღარ მოსულს ვარ. ხო, ნუ სამწუხაროდ მოხდა ისე რომ ჩემი ახალი ნიდერლანდების მაისური ისევ დაბინავდა ისტორიის თაროზე. მზისე შუქიც ვერ იხილა. ნაფტალინებში. ხო. რას მივაქციეთ სიყურადღება? აბა. ეს ახალი წესები რაც არის, რაც ოდნავ აჩქარებს თამაშს, ხო? თუ წესით ხო ის აუცი დროზე მოაწოდებული დროზე შემოიტანე მეკარეო. ცოტა გაზარდა მაგან სათამაშო დრო, წმინდა სათამაშო დრო ეძახიან. ამან უკვე გამოიღო შედეგი რომ დამატებითი დრო აღარ გახდა საჭირო თამაშის დამატებული მანდ ორი თამაშის ბედი მანდ გადაწყდა კანადა მანდ გაიტანა ნიდერლანდები მაროკო დამატებულ შერ გაათანა ბრაიმა არა კი პენალტებამდე მივიდა და ძირითადი დროს რო დაამატეს მანდ გაათანა ბრა ხო არის შენ ხა საწინააღმდეგო მაგალითი მოკო აბა რა სამბობ მე მგონი მაგას ამბობდი აი კანადა ესა სამხრეთ აფრიკა ხო ძველი წესებით საჯობა რა ყოფილიყო დამატებითი დრო დაინიშნება ვერ მოასწრებდა კანადა გატანას ეგე ასე თუ ისე ო ბრაზილიაზეც იგივე იყო იაპონია ბოლოს არ გაუტანეს ხო არა ხო მანდაც დამატებით დრო გვექნებოდა ხო იმაზე არიცინე აბა ნორვეგიამ გოლი როდის გაუშვა მაგაზე ვიცი წინა კადრი რა იყო თუ გავს აუ არა ნავი ნახევარი ტრიბუნა მასაკეთებ მაგდოს გაუტანენ ხო არ დაგვიყვება ვარ მაგრამ მაგდოს ერთი გახდა მე თუ ჩასვეს ახლა მეუშ და გაუშვეს სახში მაგრამ ოჩა ნორვეგია კი ევროპის
სახელით თქვენნაირად კი არ მოიქცა აფრიკული გუნდი მიაბრძანა სახში. თან გაუჭირდა ინგლისსაც. პორტუგალიასაც. პორტუგალია იმას ხვდებოდა ეხლა. ხო. ფინალისტს და ნახევარფინალისტს და მესამე ადგილსაც წინა ჩემპიონატის. ინგლისი ვის ხვდებოდა? ინგლისი ხვდებოდა კონგოს. 74 წლის მერე არ გამოჩენილა. მაშინ რომ მოგიყევი რა ებიქნეს. და აგებდა. აგებდა. ხო. და აი მან მწვრთნელმა სწორესრულები გააკეთა, აღმოჩნდა. ცვლილება ის გორდონი. ხო, ნუ ცვლილებები შესაბამისად გორდონი მათ შორის იყო. რაღაცები კიდე მოლაგდა. კეინი მაგარი კაცია. აბა ბიჭო. პირველი გოლიც ძალიან რთული გასატანი იყო. და მეორე საერთოდ კი. უბრალოდ მან ცველი რა, ორი მცველი დახვდა ფორმალურად. რომ გითხო მეიღო ბურთი. მე რო გამოიწია და სატანად გაყვა ეს. ხო და ის ყველაზე რთულად გასაზრენ ადგილას დაარტყა და გააწვლინა რა. ერთი რომ ცველი კეტავდა და მერე ნუ მეკარეც იქვე იდგა და თან ხელი ცხოაკიბლე კარეს და ოჯახ. არა მაგარია კი და მაგრამ მწვრთნელის მოგებული ჩემთვის უფრო ბრაზილიის თამაში. პირველ და მეხოე და იმ იმათაც წააგეს. და მეთქი ანჩელოტი მას თუ რა თამაშა და ამუშავა ბრაზილია ესე იგი არ უარგა. კი და ხო მაგარი კაცით შემოატრიალა თამაში. ის გულის ამჯერ მარტინელის. ხო, იმიტომ რომ რა ვიცი მე მეგონა რომ ეგეთ თამაში თუ რაღაც შეცვალო და იმიტომაც არ ვარ მე არც მწვრთნელი და მეტუმეტეს არც ბრაზილიის მწვრთნელი რომ ნეიმარი ხო რომ გარდა იმისა რომ რაღაცა გამოცდილება და კაც თავისი ნიჭი და ისა აქვს და რაღაცა ეს არის და მუხტის ამბავიც იქნება და რადგან მარტინელი შემოიყვანა და მოიქვა და გავიდა ნორვეგიაზე რომელთანაც ბევრი აღნიშნავდა ამ ამბავს სავარაუდოდ ორივეჯერ წაგებულია ნორვეგიასთან არ აქვს მოგებული ხო? ხო. კი, ნორვეგიისთვის არის ბრაზილია ბულკი რა. და თან ეხა ჰალანდი ყავ. მაშინაც ყავდა ჰალანდი მამამისი ოღონდაცვაში. ხო და. მაგრამ ეხლა კი, აი ძალიან საინტერესო თამაში არის. გარდა იმისა რომ ხო მეორე ფინალია და ერთი ამბავია მართლა რამე სხვა არ არის. წყევლა. ვიკინგური. ან წყევლა, ან კანონზომიერება. ნუ არ ვიცი. დავიცით, ნახოთ. არ შემიძლია რომ გაოცება და ქება ერთდროულად არ თქვა მექსიკის ნაკრებზე. მოდი გაოცებით დაიწყე. ბიჭო, მიდიან რა, აი მირიხინებენ ქვია მაგას. სახში თამაშობენ სიცხეში და მოუგეს იმას. ყველას. ხო და მაგას ვამბობ და გოლი არ გაუშია. ხო. და ეხლა ელით პირველი გამოცდა. ნოუნეიმებს მოუგეს მაინც ასე თუ ისე რა. ჩამოგითვალო? თუ გინდა ჩამომითვალე, მაგრამ ხო, სოფლიო ჩემპიონზე ნოუნეიმი რო ეგეთი სტატუსი რო არ არის, მე მგონი დავრწმუნდით. გავიგე, მაგრამ აი ეხლა ინგლისს თუ მიაყოლეს. შენ ვერ მომასწრებ მე გაუცებას და ქებადიდებას. ხო. კი ბატონო. ეხლა წება მაგათთვის რა, თავარი ბადი. ხო, პრინციპში იგივე შემიძლია თქვა ამერიკის ნაკრებსაც. ნუ ყველა გამარჯვებით არ დაუმთავრებია ყველა თამაში, მაგრამ რაღაც კარგად მიდიან რა, ჯიგრულად. და ეხლა აქვთ მაგათაც ესეთი გამოცდა ბელგია, რომელიც გაწვრა. მოდი დავარქვათ ყველაფერს სახელი. ბელგია გაწვრა. ხო, მაგრამ ხო აქვთ გაწრომის გამოცდილება. კი, კაცო. ვისთან გაძრნა მაშინ? კორეასთან თუ იაპონიასთან? ხო, ეხლა აგერ 2-0 შემოატრიალეს და მაშინაც ეგრეთ. აი მანდაც ისა რა. ლუკაკუ შემოვიდა. რატო არ დააყენა თავიდან ვერ მევხვდი. ფენტეზიში მე მეყენა ლუკაკუ. და იმან არ დააყენა. მაგრამ ის ხო უცნაური კაცი არის. მაგათი მწვრთნელი. როგორია? მაგის ნაპოლის ნაპოლის ფიჭას მწვრთნელი რო იყო ხო? გარსია. გარსია, რუდი გარსია.
ცნობილი კაცი. ანუ აფრიკა საიდანაც 10-დან 9 გავიდა პლეი-ოფში. დევნერა დაიხურეს კუდები და წავიდა. სამხრეთ აფრიკა წავიდა, მაროკო დარჩა. განა წავიდა. განა წავიდა, სენეგალი წავიდა, კოტ-დ'ივუარი წავიდა. ეგვიპტე დარჩა. ხო. კონგო წავიდა, კაბო-ვერდე წავიდა. ალჟირი წავიდა. დარჩა 2 რა. ეგვიპტე და მაროკო. ძველი. ხო, ისინი რა. ძველი გვარდია. ეგვიპტე გამეხარდა რაღაც სალახისადმი მაგისა. სიმპათიები. პიეტეტი. ხო და იმსახურებს სალახი რომ ვიზზე გავიდა ეგვიპტე არგენტინაზე, ხო? ხო. ხო, ნუ არგენტინა ბიჭო, აი არგენტინა მეგონა რომ უფრო მარტივად გაცდებოდა ამ რაუნდს. არ მოხდა აქ 16-დან იყო სულ 2 თამაში, მარტივად გაცდა ერთი მეორეს. ეს იყო საფრანგეთი და ესპანეთი. ნუ შვეიცარიები არ მინახავს, მაგრამ ანგარიშის მიხედვით შეიძლება ადვილია. მარჩენი აქცეთი არ იყო ადვილი. მექსიკაც რა გინდა? არც ეგ არ მინახავს. ხო, ესპანეთი ძალიან ადვილად. ესპანეთ რა ისეც დაიწყო, ცოტა 0-0 დაიწყო. ხო, ეხლა უმატებს და უმატებს. და უფრო ის ესპანეთი ხდება, რომელიც ვიცით ბოლო პერიოდში. და კაია. საინტერესო. მე თავიდან არ მქონდა ესპანეთზე თითი ისინი. რატო? ბიჭო, აი მით უმეტეს თან გაეჭვა ამ მომენტში. გეტყვი. მიხარი. აი თუნდაც შემადგენლობის გამოდების მერე. შემადგენლობით არ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ხო, მაგრამ რაღაცა ისეთი სუყავდა ესპანეთს ვიღაცა. აი თუნდაც თავდამსხმელი რომელიც ის არის რა, აი გოლების მანქანა. ოიარზაბალს არა აქვს ეგ სახელი რა, არ ქონდა ყოველ შემთხვევაში. ხელი რა წინას დამტრეული იყო და აქ 4 გოლი აქვს. ხო და გავჩუმდით ხო. მით უმეტეს ამ პირველი თამაშს მე გქონდა ანტირეკორდი. ხო. ხო და გავჩუმდით მე. ესპანეთი გავიდა პორტუგალიაზე. ხო, აი გარეთ ძალიან საინტერესო ამბავი. ამან იქნება დაკვირვებული თამაში. კი, სამეზობლოს ოჯახი. ძიმე რაღაცა კონკრეტულ შეცდომაზე. იქ მოდი გინდა სახელების სამეზობლოს ოჯახი გვაქვს. პარაგვაი საფრანგეთს რას დაარქმევ? საფრანგეთსაც, გერმანია ხო ბოინა. ვითომ საფრანგეთიც? ხო. კაი. ვა. კანადა მაროკო. კანადა მაროკო. დრო ხوار არის ერთი მასპინძელი გავარდეს. აბა ბიჭო რას მიდიან? ოიცა ვინმის ხდება მექსიკა ხდება ინგლისს. ხო. აშშ ხდება ბელგიას. ხო და კანადა მაროკოს. ვინ თუ არა ეს? ვინ გავარდეს თუ არა ეს მასპინძელი? ხო, პორტუგალია ესპანეთს დავარქვით სამეცობლოს ოჯახიანი. ხევარკუნძულის ბრძოლა, რავირაც კიდე მოვიგონოთ. აშშ ბელგია. ფარი თუ ბურგერი? რატო? ბულგარია ბელგიული? არა. თუ ფრი. ფრი არის ბელგიური. ბრაზილია, ნორვეგია? აქ ის არის. თუ მითების მსხრევა. ხო. მსხრევა არ მსხრევა, ხო, მოდი ნეიტრალური რა. სკანდინავიური მითი. ხო. მექსიკა, ინგლისი? მექსიკა, ინგლისი ცი რა არის? მექსიკა ამ ბოლო დროს იყო მომსპარი გუნდი, თორე ისე მეოთხედ ფინალში ხშირად იყო. კლასიკური მეოთხედ ფინალი. ხო. კი, სახელმძღვანელოების შესატანი. ინგლისიც და ისიც მანც უმიდიოდა. თან მერვედ ფინალი ეს. მერვედ ფინალში მით უმეტეს. ხო, კი ბატონო. არგენტინა, ეგვიპტე.
აი კენგურუ ვერ გადაახტებაო იმასო პირამიდასო. გავიცინეთ გვეყოდაო და ეგვიპტის მხარეს. კაი. ტიპები ერთი მოგებით მივიდნენ იქ. აბა ბიჭო. მე ვინა რა ხალხია სახში წასული უკვე. კი. არ ჩავმოთლევინო. და შვეიცარია, კოლუმბია. ო, დაალაგებული და არეული ქვეყანა. თუმცა კოლუმბიაც მიდის კარგად. ბიჭო, კოლუმბია კარგად მიდის კი, აი მექსიკის არ იყოს. ხო. პირველი ადგილით გავიდა, განა მოუგო პატიოსნა და ხდება შვეიცარიას. ხო. აი შვეიცარია იმის საქმე რა. ბოლო წუთების ის ისწავლა ფეხბურთი. ხო. მაგარი გამოსწორებული აქვს. ძალების გადანაწილება რა. კი. კაი, ტრიბუნებზე რა ხდებოდა? ტრიბუნებზე, ამერიკა კანადის თამაშებზე რა თქმა უნდა ისინი. ჰოლივუდის ფეისები. ესპანეთისაზე ისინი დავინახე. ბარდემი და პენელოპა. კი, ხავიერი და პენელოპა კი. ეგენი ერთად არიან? ერთად ისხდნენ და არ შეიძლება ბილეთი მოუწიათ ერთად. ალბათ. ის მაინდა რელაშიონშიპი თურაც არის. ხო, ეგ არის. ხო, ეგ არ ვიცი. რა ურთიერთობაში არიან. შეიძლება არიან, შეიძლება არ არიან. ან ის კიდულობდა ხავიერი და ამავთქვა რომ თუ არ მოდის ისა. შენ ძმაკაცი მეწამოვა. ხო. ხო. შენ ხო ესპანელი ხარ. ამ ქალაქში სხვა ესპანელს მე არ ვიცნობ და ესე რა. სხვა თამაშებზე იქ ლოჟაში ენაცვლებიან ხოლმე თამაშების მიხედვით ვიღაც ვიღაცები რა. ხო. ცნობილი ფეხბურთელები ძირითადად. ის დავინახე ემნენი, რობერტო კარლოსი, პუიოლი. კი კაცო, ის კოლინაც იყო. სალგადო, კოლინა ხშირად ის. მე კიდე რა ვნახე, იცი, იმას არ ეზარება. ბეკჰემს ინსტაგრამზე ფოლოვერი ვარ დევიდის და ჯოკოვიჩთან გადაღებული ფოტო გამოვხდა. ვა, თვითონ მივიდა. ხო, სადღაც გადაიკვეთნენ და ეგ და სავარაუდოდ მელიღაც სტადიონს. მე რაზე გამეცინა, ეგვიპტე, ავსტრალია ხო იყო და ჩვენეს ეს ლოჟა. ხო. ეს ხომ სავარაუდოდ ცნობილი ეგვიპტელები და ავსტრალიელები, რომლებიდანაც მე ვერავინ ვერ ვიცი. კი. ისინი არ იყვნენ? მე თქვენ რომ ჰარი კიუელი და მარკ ვიდუკა. შეიძლება, მაგრამ ვერ ვიცი. ხო, არ ვიცი, არ დაკვირვებულა მაგას. ესეთები მოიკლებს ახლა, მაგრამ აი შვეიცარია, კოლუმბიაზე შაკირა და ფედერერი შეიძლება ეგენი ის. ო, შვეიცარიის თამაშზე ფედერერი იქნება ვითომ? იმიტომ რომ ახლა ისიც არის, ვიმბლდონიც არის. ხო. შეიძლება ფედერერი იქ ჩავიდეს. ძალიან სამოძრაო აქვს ხარ როჯერს. მანამდე თუ გამოვარდა. ხო. კიდე ის ნახე ჯონ ტერი და ჩვენი მეგობარი გიორგი. ამერიკაში ვარი გიორგი კნაძე. ერთად იყვნენ. ხო, ფოტო ვნახე ერთად გადაღებული. სენეგალელი ფეისები არ ვიცი. და ისა ჯეკო წავიდა უგოლოთ რა. გულის წვეტებს თუ ჩამოყვებით. მაგრამ მეორე მხრივ ჯეკო კი არ. დეპაი გოლით წავიდა? უგოლოთ. დეპაი უგოლოთ წავიდა და რამდენიმე წუთით. ხო, რამდენიმე წუთია თამაშა დეპაი. მაგრამ სასტიკი პენლები დაარტყა ნიდერლანდებმა. და სხვათა შორის ავსტრალიამაც მასაკნა. ორმან ცენტრალურ მცველმა ერთნაირად დაარტყა და ხარიხას გაარტყა. არ მოგეჩვენა რომ აი ცენტრალური მცველი უნდა იყოს მაღალი, ეს კი ბატონო. ხო. თავი თუ ეგრეა, ამათ ძალიან მაღლები ყავდათ რაღაცნაირად. ხო და თან ეს მეორე ხო ბაურს დაარტყმევინეს. ასე რჩოდენ ბაურს. რატომ ასე გაუმწარეს ახალგაზრდობა? ბაურში იზრდება სუპერ ვარსკვლავად. ხო, იმედია. აი, მოდი გინდა ბანალურ შეკითხვას დაგისვა. გისმენ. იმიტომ რომ როგორც წესი ესეთ დროს ეს კითხვა ავტომატურად ჩდება ხოლმე, მე ბევრმა დამისვა. ალბათ შენც. აი, გერმანია გავარდა და ახლა ვის გულშემატკივრობ? ეგვიპტეს. ეხა უკვე ვაპირებ, რომ
შემდეგ ეტაპზე ახალი ის მყავდეს რა. ფავორიტი? ხო, იმიტომ ეგვიპტეც გავარდება ახლა. ხო, ალბათ. მერე გადავა შვეიცარიისკენ და ესე რა. ჯამითის. იმიდან მონსტრებიდან არა, ხო? ანუ საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი. ნახევარფინალში სხვა გზა აღარ მექნება და რომელიც მოკეთებენ. ხო, მაგრამ მე მგონი რომ ვიღაცა გაწურება. ნახევარფინალში, ნუ ერთი შეიძლება გაძოს ეს მასპინძლები ისე მიდიან. ხო. კი. ისე რაღაცნაირად. ბიჭო, აი არ იმჩნევენ. მასპინძლები მიდიან და ეს მაროკო ძალიან მესიმპათიურა როგორც ნაკრები რა. კარგი ნაკრებია და კანადაც თუ მიინელა. კი, მაგრამ ეხლა კანადასთან თუ გავარდა არ შეფასდება კარგად, მაგრამ მე მგონია რომ კანადას ის გამოჩნდა როგორც იქნა. ალფონსო დევისი. ალფონსო დევისი შემოვიდა და მაგის მერე კი გაიტანეს, მაგრამ მაგის ის არის. ხო, ის რო არიქა და შემოვიდა და გაიტანეს 8 წელი არის. ხო. კარგი. ასევე იმან გაიტანა ის შეცვლების კაცად, მაგრამ ჩამოყალიბდა. ვინ? გონსალო რამოსი არ გაიტანა? ხო, პორტუგალიაში გაიტანა, კი. პარის სენ-ჟერმენში ხო ეგეთი კაცია. წინ სოფლიოზე გახსოვს, უკვე გასული რო იყო ჯგუფიდან და აყედეს და 3 გოლი გაიტანა. და ეხლა მილანში გადავიდა. მილანის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ტრანსფერია მე მგონი. და იქაც მან ეხლა მაგდენპულს არ ამგონია იმისთვის გაექნიათ რომ დასვანეს და მე შემოიყვანა ხოლმე უწუთებს. რაიც. მაგრამ არ ვიცი, მაგრამ არ ამგონია. ხო და აი ეს მესის ყველა თამაშია ჯერ გოლი გატანილი. კი, და რა მაგარი პასი მიცა იმას. ხო, მესის აღარ მეყურს ვერაფერი რა. არა, მესის მისცა ცენტრალურ მოსვევმა. და დაუგდო ერთ-ერთ. ამ ჩემპიონატზე რაღაცა კამერას ამ ჩემპიონატზე არ არის ბევრი ტრანსფერი და ჯერ ხო ხო ჯერ ისეთი ტრანსფერები არის მიმული არ არის იმაზე ჩემპიონატზე რა ხო ერთ-ერთი რამოში არის კუკურებაც ხო ეგეთ მანამდე იყო მანამდე რატყდა ერთი ამბავი რომ არიქა გადადისო სანამ დაიწყება ხო და ამის დროს მოხდა რა ჩემპიონატი მაგრამ ეხლა აი საიბარი ბაიერნი უნდა წაიყვანო თითქმის წაიყვანაო ეგეთი ამბავია ხო და ეხლა აი იმ ავსტრალიელ ბავშვს ვიღაცებს მოკიდებენ ხელს აი ხა აი მორჩეს მე-16 ფინალში ვინმე ისეთი დაგამახსოვდა ვინც არ იცოდი ეგვიპტის მწვრთნელი რაღაც შაუმაისურიანი რაღაცა სპეცრაზმერს ხო კი ნუ როგორ სპეცრაზმერს ეს სამსახურში რო არის და დომინოს სათამაშოდ ეზოში არა ფეხბურთელს გეკითხები რა რო აი ვაღანახე ამათეს ყოლიათ საინტერესოა და ვაკვირდები აი ავსტრალიის ის ბავშვი არ ვიცოდი ისა 17 ნომერი ხო და ვოლპატო ვარი ვიცოდი მაგრამ ეს თამაში არ მენა იგივე ხება მეორე იტალიელი როგორც ცირკატი თუ ცირკაჩი აი ჩემი მასწავლებელი როგორც იყო შვეიცარიის 10 ნომერი ის მანზამბი ხო კი ახლა ბუნდესლიგაში თამაშობს ხო მაგრამ ესე არ ვიცოდი ხო ეგ ავსტრალიელი ბიჭი კი ბატონო ისიც არ ვიცოდი სიმართლე გითხრა ეგვიპტის აშური რაც მე არ ვიცოდი ხო და რა კიდე სამი კაცი სალახი მარმუში და ტრეზეგე და ნუ ელნენი რომელიც არ თამაშობს ელნენი რომელიც ტრიბუნაზე იჯდა და ვერ ვიცა ხო და აი მაგასაც დავაკვირდეთ მოდი აბა კაი ანუ წაუშლელი თამაში რომელი იყო ჩემი აზრით ბელგიის ისა შემოტრიალება წაუშლელი რა გაგებით აი უფრო შედარებით უფრო დიდხანს დაგამახსოვრე. მე ხა გასაგებია კაბო ვერდელებს თავის თამაში დაგამახსოვრდება და ხო და მე ისა ნიდერლანდები მაროკო. ხო. მაგრამ ხო, ესეთი ბელგიის თამაში. კი ბატონო, ბელგია, სენეგალი კი. ხო, რაღაცა ისე განვითარდა რომ 2 თამაშს აგებდნენ.
მე ცვლილებები, მე 2-2 და ბოლო წამზე 11 მეტრიანი. კაი, ანუ ანჩელოტი კიდე დაჭირდება ბრაზილიას. რა თქმა უნდა. ისეთ დღეშია, რომ უკვე რა თქმა უნდა. ნორვეგიასთანაც მეორე ტაიმში რაღაცა შეიძლება კონდეს მოსაგონებელი, ახალი ვენოსი. მე დარწმუნებული ვარ მაგაში, იმიტომ რომ უდიდეს პატივს ვცემ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებს და მცველებსაც, მაგრამ იმის გაჩერება არ იქნება ადვილი ამ ცოტა ასაკიანი დაცვის ცენტრისთვის. ჰალანდის გაჩერება. თეო ქაღალძე იმათაც სუსტი დაცვა. ნორვეგიას? კი, კაცო. და იმათაც უნდა გაუჭიდეთ ამ ვინისიუსის ხო, გაჩერება. არა, ეგ თავისთავად, მაგრამ ანჩელოტის რახან დავიწყეთ. ანჩელოტის საფიქრალი მგონი უნდა იყოს, რომ ჰალანდი გააჩერო და არა ნორვეგია როგორ გააჩერებს ვინისიუსს. ორივე თუ რამეა მარტინელი კი ყავს რა. კაი. კაი, ეგ არის. დავულოდოთ ხა მერვედ ფინალებს. ეგ უფრო მალე ჩაივლის. ხო, რა თქმა უნდა. უფრო მალე გამოუჩნდა. ანუ შენ ყურადღებას აქცევ ეგვიპტეს განსაკუთრებით, ხო? ეგვიპტემ დაიმსახურა. კი. კი, ბადე რაღაცა ესა, იოლია ხო? იოლი ბადე ქონა გერმანიას. ხო. ეკვადორთან წააგონა მე პარაგვაის. კი ბატონო. ხო. აი, ხო, ეგვიპტე მეც როდიდან დავიწყე პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან ეგვიპტეს თვალყურს. ვადევნებ თვალყურს, ხო. აბა ნახოთ რა სიზავს ეგვიპტე და ისე აქეთკენ. მოდი, ყველა კონტინენტზე ყავს ფავორიტი. საბავარი ბიჭო, აზიიდან აღარ არის, აფრიკიდან ორია. ეგვიპტე. მაგრამ მაროკოც მომწონს. ისინი გავარდნენ ის შამანებიან, შაუბნელი. კი, ვერ უშველა რა. ძალები კოლაბორაციით ხალხისაც იყო. დიდი ფართობი იყო ჯადოსთვის ეთქობა რა. ვერ მოიცვა ერთმა პატარა ჯადომ ამ ხელა ტერიტორია. რაღაცა იქ Wi-Fi-ა, რაღაც სიგნალი. კაი, მოდი ნახე, მასპინძლებიდან ამერიკისკენ ვარ. მაგრამ მექსიკა და ისიც კანადაც მე სიმპათიურება. აფრიკა, ეგვიპტე. და ევროპიდან ნორვეგია, ინგლისი. შვეიცარიაც კაი ქვეყანა. აი, ისა პრიორიტეტები ვერ. ესპანეთისკენ არა ვარ რა. ხო და ესპანეთი მაგრამ რა დამიშავა კარგად თამაშობს. ყველაზე კარგად თამაშობს. კაი, ესპანეთის კაი არის. ესპანეთის საფრანგეთი თამაშობს ყველაზე კარგად, მაგრამ არ დაგვაუწყდეს რომ ანჩელოტი ყავთ იმათ. ხო, ბრაზილია. დიახ. სხვა მოლოდინები აქ არა. ეს ინგლისივეა ვერ გავიგე. ბიჭო, აი მე ძალიან მომწონს, ოღონდ ობიექტურად ეხა მაიმუნობა იყოს. კი. კარგი გუნდია და წავა იქ წინ. კაი, ჩვენ აი ხა უკვე შედარებით მალე გამოვჩნდებით. ხო. მერვედ ფინალები უფრო მალე ჩაივლის. მანამდე კი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალების ისტორიებს გავაგრძელებთ. ხო. აბა, ვიყურეთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ, დააკომენტარეთ და შევხვდებით მერვედ ფინალების მერე. დროებით.